2025 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამით 178 ოჯახმა ისარგებლა და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 250.800 ლარი გაიცა. პროგრამა 18 წლამდე ასაკის მეოთხე და ყოველ შემდეგ შვილზე ყოველთვიურ ფულად დახმარებას გულისხმობს. დახმარებას ის ოჯახები იღებენ, რომელთაც 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ და ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბავშვის და ბავშვიანი ოჯახების დახმარება. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ისეთი პროგრამები, როგორიც არის მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. პროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახის დახმარებას, ანუ ოჯახის, სადაც არის 4 და მეტი 18 წლის ასაკზე ნაკლები ბავშვი. ჩვენ გასულ წელს 2025 წელს ვეხმარებოდით 178 ოჯახს, სადაც ბავშვთა რაოდენობა 800-მდე იყო. სულ გაცემული არის 250.800 ლარი. ასეთი პროგრამები დამატებით აღნიშნავ, ასეთი ოჯახები ყოველთვიურად იღებენ მეოთხე და ყველა შემდეგ ბავშვზე 100 ლარს. გავმეორდები, რომ სულ ყავს 178 ოჯახი, მრავალშვილიანი ოჯახი და მათზე გაცემული დახმარების სახით არის თანხა 250.800 ლარი. მომავალ წელშიც, ანუ უბრალოდ მიმდინარე 2026 წელსაც აღნიშნული პროგრამა გრძელდება და ჩვენ მზად ვართ, რომ ყოველთვის ვიყოთ მხარდამჭერი ასეთი მრავალშვილიანი ოჯახი.